სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ, რომელ ინფორმაციაზე, გავრცელებულ რომელ ინფორმაციაზე შემოგთავაზოთ ჩემი სუბიექტური მოსაზრებები, რომელი ამბავი უნდა გავაანალიზო. საქართველოშიც და საქართველოს გარშემოც, მსოფლიოში იმგვარი ამბები, იმდენი ამბავი ხდება, რომ რომელიმე ერთის ამორჩევა და მეორეს გადადება, მეორეზე ყურადღების არ გამახვილება ან სახვალიოდ მასზე ყურადღების შეჩერება პრინციპში შეცდომა. ასე მაგალითად, თითქოს მეორე ხარისხოვანი ამბავია. მაგრამ შოკის მომგროელ პოლიტიკურ მანევრს უწოდებს გამოცემაზე დიპლომატ იმას, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის შედგა გარიგება შეთანხმება და დიპლომატი ზურაბ პოლოლიკაშვილი, პოლოლიკა, ასე იცნობენ დიპლომატიურ წრეებში, პირი, რომელიც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოში ტურიზმის განვითარებაში და მათ შორის საქართველოში ტურიზმის განვითარებაში, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია, რომ მესამე ვადით არჩევის შესაძლებლობა შანსი აქვს ამას, მაგრამ საქართველო გაერთიანებულ საემიროებთან ჩანს გარიგდა და შეიხა ნოვაის დაუჭერს მხარს. ხო, შოკის პროგრელ დიპოლიტიკურ მანევრს უწოდებს ამას დიპლომატ და საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის სავარაუდო შეთანხმებაზე წერს. ამაზეც ღირს ყურადღების გამახვილება მეთქი ამის თქმა მინდა, მაგრამ ეს ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ნამდვილად მეორე ხარისხოვანია რომელიმე სხვა ინფორმაციასთან შედარებით. ხო და ამ ფიქრში იმასთან დაკავშირებით მსჯელობაში საკუთარ თავთან რაზე უნდა მესაუბრა, მე მაინც გადაწყვეტილება მივიღე ამგვარი, რომ ვისაუბრო ერთფრიად საინტერესო კი არა აღმაშფოთებელ, მორიგ აღმაშფოთებელ ამბავზე. იცით თქვენ, რომ დაახლოებით 3000 ცოტა მეტი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინაში, უკრაინის თავისუფლებისათვის და გავბედავ ვიტყვი უკრაინის თავისუფლების გარდა ისინი იცავენ საქართველოს თავისუფლებასაც უკრაინაში, როცა ებრძვიან ოკუპანტს, შესანიშნავად ესმით რა, ისიგრძე განებენ რა იმას, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში საქართველოს იოლად მოსანადირებელი ქვეყანა იქნება ამ ვეება იმპერიისათვის. ხო და ეს 3000 და მეტი ჯარისკაცი, რომელთა 99%-ის გვარები უბრალოდ არ ვიცით, იბრძვიან და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ჩვენი მასშტაბებისთვის, ჩვენთვის ძალიან ბევრი დაღუპულიც გმირები, რომლებიც შეეწირნენ კვლავ ვიმეორებ უკრაინის და შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას. დადგება ალბათ დრო, როდესაც სათანადო პატივს მივაგებთ კიდევ ერთხელ დაღუპულებს და სათანადოდ დავაფასებთ ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. ხო და ეს ჯარისკაცები, ეს მეომრები, ჩანს არის წარმოადგენენ უზარმაზარ პრობლემას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის. არა, ვინმეს არ უნდა ეგონოს, რომ ისინი ახლა იარაღს აისხამენ და საქართველოში ჩამოვლენ და ამ რეჟიმს გადააყირავებენ, გადააგდებენ. რასაკვირველია, ესე არ არის. ჯერ ერთი მათ აქვთ ფიცი დადებული უკრაინაში, შეიარაღებულ ძალებში, რომ მსახურობენ და უკრაინაში ყოფნის თაობაზე და უკრაინის დაცვის თაობაზე ფიცი, დაცვის შესახებ ფიცი და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუ მთავარი არა, რომ ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სამხედრო გადატრიალება საქართველოში არ უნდა მოხდეს. და არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ამასაც რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს სათავისოდ, თუმცა გავბედავ და ვიტყვი, ესენი კი ყველაფერს იმსახურებენ, მაგრამ მაინც. მოკლედ, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, მეომრები, უფრო ზუსტი რო ვიყო, რომლებიც არიან უკრაინაში, სულაც არ არიან მომართულნი იმისთვის, რომ კობახიძე და ივანიშვილი, ეს ორი ბანდიტ და კიდე სხვა ბანდიტუკები ჩამოაგდონ, ყურით გამოათრიონ შესაბამისი შენობებიდან, სახლებიდან თუ სასახლეებიდან, დაწესებულებებიდან
და სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლოს ასე მაგალითად ისინი არა. ამისთვის ისინი მომართულნი არ არიან, თუმცა კვლავ ვიმეორებ, ისინი არიან რასაკვირველია საქართველოს პატრიოტები, საქართველოს თავისუფლების მცველები, ამჟამად მყოფები უკრაინაში, ამჟამად მებრძოლნი პირველ ყოვლისა საქართველოსთვის მეთქი, მაგრამ თუნდაც სხვაგვარად ვიტყვი პირველ ყოვლისა უკრაინისათვის ამ მომენტისათვის. ხო და ამ დე-ფაქტო ხელისუფლებამ არ ვიცი რამ შეაშინა ეს დე-ფაქტო ხელისუფლება. არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ ვიცი და ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. მაგრამ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, რომ ამ ჯარისკაცებმა იარაღი უნდა ჩააბარონ. აი ეს იარაღი, კუთვნილი იარაღი, რომელიც მათ აქვთ და რომელსაც ისინი ეს იარაღი სავარაუდოდ არის ის იარაღი, როგორც სამხედრო მათ კუთვნილი იარაღი აქვთ, ანუ დაკანონებული იარაღი აქვთ, რომელიც სავარაუდოდ აქვთ საქართველოში. ანუ სავარაუდოდ არ გულისხმება ის იარაღი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ, შტაბებმა თუ შტაბმა მათ გადასცეს უკრაინაში საბრძოლველად, არა, იგულისხმება ის იარაღი, რომელიც მათ აქვთ საქართველოში და განაიარაღოს ეს ჯარისკაცები ამ გადაწყვეტილებას იღებს დე-ფაქტო ხელისუფლება. ეხლა რატომ ხდება ასეო, რომ კითხოს ვინმე, მე გეტყვით, რატომაც ხდება? იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციამ სწორედ ამ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება მათი დასჯის თაობაზე, მათი როგორც რუსების მტრების დასჯის თაობაზე და რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა სამსახურებმა FSB-მ და GRUM, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, უბრძანეს აქაურ ქვემდებარეებს, მონამორჩილებს რუსეთისა, კობახიძეს და სხვებს, რომ გამოეცათ ამ უკანასკნელებს აქტი მათი განიარაღების, ანუ მათთვის იარაღის ჩამორთმების თაობაზე. ეს რეალურად კიდე ყველაფერთან ერთად არის ღირსების აყრა თავისუფლების მოყვარი ჯარისკაცებისათვის და კიდევ მნიშვნელოვანია ის ასპექტი თუ ის რაკურსი, რომ თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა, ხვალზე შეიძლება GRUM უბრძანოს კიდევ წარმოუდგე, კიდევ მეტად წარმოუდგენელი, ასე მაგალითად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა არიან საქართველოში და არა უკრაინაში ხას უსვამ, ასე მაგალითად თქვას, რომ იცით რა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არა აქვთ ამ და იმ ტიპის იარაღის ტარების, ან იარაღის შენახვის, ან იარაღის ქონის თუ გნებავთ, ოფიციალურ სტრუქტურაზე ვლაპარაკობ, საქართველოს ჯარზე ვლაპარაკობ. ქონის უფლება და საქართველოს უნდა საკუთარ ჯარისკაცებს, საკუთარ არმიას, საკუთარ ჯარს ჩამოართვას ეს იარაღი, უბრალოდ აღარ უნდა ჰქონდეს შეიარაღებაში ეს ამ ტიპის, იმ ტიპის თუ კიდე სხვა ტიპის იარაღი, რატომაც არა, თუ GRUM მართავს პროცესებს საქართველოში, თუ FSB მართავს, დაურეკავენ კობახიძეს და ეთქვიან, რომ სძელა იწეედა და ესეც ეს რუსი სარქუატვინიანი ჩალა კაცი ამას იზამს. ზარქუატვინიანი ჩალაკაცი მეორე ხარისხოვანი პერსონაო ვინმე მეტყვის და მე ვეთანხმები პირველ ყოვლისა არა ზარქუატვინიანი არა ჩალა მაგრამ ღრძო ივანიშვილია პირველ ყოვლისა მთავარი და მთავარი იმ ბრძოლაში რომელიც საწარმოებს რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ და როცა ვახსენებთ ხოლმე ვინმე გამობიძინებულს ასე მაგალითად კობახიძეს პაპუაშვილს თუ სხვებს უნდა მიიჩნიოთ რომ მე მათზე კონკრეტულად მათზე ვსაუბრობ, მაგრამ რასაკვირველია ვსაუბრობ პირველ ყოვლისა ბიძინა ივანიშვილზე. ხო და ბიძინა ივანიშვილზე გადავდივარ ახლა, უпростоად ბიძინა ივანიშვილის კობახიძე ძის მიერ დაწერილ წერილზე დონალდ ტრამპის ადმი, რომელიც დეტალურად განვიხილე არა მხოლოდ მე, აბზაც ჩამოუყევი და არამედ სხვა მიმომხილველებმაც მთელი დღეა ისინი ამაზე ლაპარაკობენ და გადაგვადებინეს ან ვეღარ განგვახილინეს სხვა უმნიშვნელოვანესი მათ შორის საერთაშორისო თემები. და ახლა მოდი ვიმსჯელოთ სხვაგვარად 3 სიტყვას, 7 სიტყვას, 14 სიტყვას კიდევ ვიტყვი ამ საკითხზე, ანუ კობახიძის წერილზე ტრამპის მიმართ. რატომ დაწერა წერილი კი არა, ეს პრინციპში გასაგებია FSB-სგან მიიღო ამგვარი შეკვეთა კობახიძემ, ივანიშვილმა და გამობიძინებულმა კობახიძემ. მაგრამ რატომ სწორედ დღეს და ახლა? აი ეს კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს და ამ კითხვაზე ობიექტური პასუხი უნდა გავცეთ. დიახ, მაშინ, როდესაც მსოფლიოში რამდენიმე კვანძი უკვე გაიხსნა და რამდენიმე მთავარი კვანძი გახსნის პირასა,
სწორედ ამ დროს მოსკოვიდან ივანოვ პეტროვ სიდოროვ ბესე და ბორტნიკოვები ივანიშვილს თუ კობახიძეს აძლევენ ინსტრუქციას, რომ ახლა შენ უნდა მისწერო წერილი პრეზიდენტ ტრამპს და სადაც აი ესეთი პათოსი, ასეთი გონორი და ამგვარი უნდა ჰქონდეს და ამგვარი შინაარსის მატარებელი უნდა იყოს ეს წერილი. რატომ სწორედ ახლა? რა ვერ მოითბინა კობახიძემ, ან რა ვერ მოითბინეს მისმა მოსკოველმა რუსმა ნაჩალნიკებმა და რატო არ გადადეს ამგვარი წერილის მიწერა მაგალითად საივლისოდ, სასექტემბროდ, თუნდაც 2 კვირის თავზე. დღე-დღეზე 16-ში არა საბოლოოდ არ გაიხსნება კვანძი უკრაინასთან დაკავშირებით სტამბულში, მაგრამ ზელენსკი ჩადის ანკარაში, შესაძლოა ჩავიდეს სტამბულში, შესაძლოა გაიმართოს და მე კი ეჭვმეპარება, მაგრამ მართლა შედგეს უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეხრახანია არ გამართული რაუნდი. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ტრამპიც კი ჩავიდეს ერდოღანთან. ერდოღანი დაინტერესებულია ამ მოლაპარაკებით, მთელი ევროპა ჩართულია, რუსეთი კუთხეშია მიმწყდეული, ჩვენ ამაზე ცხადია, უნდა გვესაუბრა და მე ვეცდები რომ მოვახერხო და ღამე მაინც ჩავწერო, აი შუა ღამ მაინც ჩავწერო ვიდეო ბლოგი ამასთან დაკავშირებით. ხო და რატომ მოიცალა სწორედ ახლა რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის საქმე ის არის, რომ ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც ახლა მე განვავითარებ, რუსეთის ფედერაცია შესანიშნავად ხვდება, რომ დიდი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებს, ან უფრო ზუსტი რომ ვიყო, დასავლეთსა და რუსეთს შორის დიდი მოლაპარაკებები შედგება და ამ მოლაპარაკებებზე ბევრი ამბავი გაირჩევა და მებრძოლ უკრაინას, ქვეყანას, რომელიც დაინგრა ერთი ვერსიით, მეორე ვერსიით იბრძვის, მესამე ვერსიით სისხლისაგან დაიცალა, მეოთხე ვერსიით აღარ არსებობს, მეხუთე ვერსიით სწორედაც რომ არსებობს და ასე შემდეგ, დასავლეთი ხელს როგორც ასეთი არ გაუშვებს, პირიქით ჩასჭიდებს და იმის გამო რა დანაშაულებსაც სჩადის პუტინის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ დღეს და ახლა და რასაც სჩადიოდა 22 წლის 24 თებერვლიდან, ამის გამო ეცდება რუსეთს, ეცდება და მოახერხებს რუსეთს გამოსტაცოს უკრაინა თლიანად, ან ნაწილობრივ და დანარჩენი უკრაინა ის აღმშენებლობით დაკავდეს, ისიც თქვენ რომ ეგრეთ წოდებული მინერალების შეთანხმება, რომელსაც სხვა რამე ქვია რეალურად, მათ შორის ამ უკრაინის აღმშენებლობასაც ითვალისწინებს, ევროპელები სდებენ ფულს, აგე 1,900,000,000 ჩადეს, უამრავი პროცესია. ხო და რუსეთს არ უნდა, ნახეთ, როგორ უნდა წარმოვაჩინო, როგორი რაკურსით უნდა დაგანახოთ საკითხი, რუსეთს არ უნდა რომ დასავლეთთან დამარცხდეს უკლებლივ ყველა ფრონტზე. შესანიშნავად ხვდება პუტინი, რომ დასავლეთთან დათმობებზე წასვლა მას მოუწევს და ამასობაში პუტინმა უნდა თქვას, რომ იცით რა არის, გავიგე, უკრაინასთან დაკავშირებით დამახევინეთ უკან, მაგრამ არსებობს გავლენის ის ქვეყნები, რომლებზეც მე მინდა რომ მქონდეს გავლენა და ამ ქვეყნებს შორის, ამ რეგიონებს შორის, რასაკვირველია საქართველო არის უპირველესი. საქართველო მას ძალიან მეტისმეტად ეზვირფასება და აქ მარტო ისტორიაზეც არ არის საუბარი, იმაზე რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები არსებობს 2.5 საუკუნეა, ლამის 3 საუკუნეა, აი და იმაზე რომ რაღაც სვეტაევა თუ ესენი დადიოდა და აქ სვამდა, სადღაც არ არის, ესენიც კი არ ვაკრიტიკებ, ესენი უბრალოდ მართლა სვამდა ცისფერყანწელებთან ერთად. არა, ამაზე არ არის საუბარი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთს უნდა რომ ვენდეტა, ანუ შურისძიება მოახდინოს სწორედ იმ ქვეყანაზე, რომელმაც პირველმა აარტყა მას ხელუხურმა, როდის დიდი ხნის წინ, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, მე-20 საუკუნის 90-იან წლებშიც, სად იყო უკრაინა, მეთქი ასე ვიტყვი, და 2008 წელსაც და კიდე მრავალჯერ აარტყა, მე-19 საუკუნეში ხო აარტყა და ულაც უნდა და ეს ბოღმა, ეს სიძულვილი ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც უნდა რუსეთს უნდა რომ ქართული საზოგადოება მხოლოდ მისი მოსამსახურე იყოს და ტაშფანდურ საზოგადოება იყოს, ელარჯის მწელავი და ხვინის ჩამომსხმელი, ხო? ვერიქიფესაც ვერ ვიტყვი, ხვინის ჩამომსხმელი, აი ამ საზოგადოებას
თლიანად წაართვას განვითარების პერსპექტივა და მის ფრთებქვეშ მოაქციოს და სწორედ ამიტომ ჰიბრიდულ ოპერაციებს ატარებს რა რუსეთი. ერთ-ერთი ჰიბრიდული ოპერაცია იყო ამგვარი, უბრძანეს ივანიშვილმა თავის მხრივ კობახიძეს, დაწერე ამგვარი აბსურდული წერილი ტრამპის სახელზე, შეიძლება თავად რუსებმა დაწერეს და მე უბრალოდ თარგმანი გამოუგზავნეს, ეყოლებათ იქ ქართულის ისე მცოდნე, იმაზე უკეთ მცოდნე ვიდრე კობახიძეა, ხო და კობახიძეზე უკეთ მცოდნე, დაწერეს ეს წერილი, გამოუგზავნეს და გამოაქვეყნებინეს და ტრამპი რო წაიკითხავს რას იფიქრებს ტრამპი. ოჰო, კობახიძესთან მინდოდა, კობახიძე რასაც მეუნება პრინციპში სიმართლეაო თუ იტყვის რომ ცოტა შიზოიდთა ქვეყანაა, შიზოიდი პრემიერ-მინისტრი ხავს, კი ბატონო, პრემიერ-მინისტრად წოდებული ხავს ამ ქვეყანას, რომელიც არაფერს არ იმსახურებს ხალხო. ეს ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც მართლა იმსახურებს, ეს გათვლაა, ხო? ესე მოხდება თუ არა, ამას ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს გათვლაა, რომ ასე იფიქროს ტრამპმა და თქვას, რომ აი დიდ მოლაპარაკებებზე პუტინი როცა მოულოდნელად დასვავს საქართველოს, აი პატარა საქართველოს ვება სახელმწიფოებთან შედარებით პატარა საქართველოს საკითხს, ეს შიზოიდების ქვეყანა, ოკეი, დათმობები თუ არის, ურთიერთ კომპრომისები თუ არის, ჩავაბაროთ, დესუვერენიზაცია მოხდეს საქართველოში და იყოს გავლენის სფერო რუსეთის ფედერაციისა, რომელმაც აგე ბევრი რამ დაგვითმო უკრაინაში. ეს გათვლა აქვთ რუსებს. ეხლა ტრამპი ამას რომ არიზავს, ეს ხადზე ცხადია, ანუ კობახიძის, მოსკოვის, ბორტნიკოვის, პუტინის, არ ვიცი, კრემლის, ფსბ-ს, გერეუს, ივანიშვილის, ვინც კრებოდა არ ქვია, დიმიტრი სამხარაძისაც კი. ხო, გათვლა არის არასწორი. ტრამპი ამას არიზავს, ანუ რაც არ უნდა უკარნახონ მოსკოვიდან კობახიძეს და რაც არ უნდა საქართველოსთვის, საქართველოს ისტორიისათვის სამარცხვინო განცხადებები აკეთოს კობახიძემ და გამობიძინებულთა მთელმა არმიამ, შეერთებული შტატები საქართველოს არმიატოებს ნამეტანია ძვირფასება, ეს ქვეყანაც უკრაინასთან ერთად შეერთებულ შტატებს. ამის დასტური არის ის, რომ იცით თქვენ რომ წინ მიიწევს მეგობარი აქტი. და ისიც იცით რომ ერთის მხრივ წარმომადგენელთა პალატაში უკვე მიღებულია, მეორეს მხრივ სენატში, ანუ ზედა პალატაში საგარეო კომიტეტს უკვე განხილული აქვს ეს და შეიძლება აი კენჭისყრის გარეშე ან ფორმალური კენჭისყრით მოხდეს მეგობარი აქტის დამტკიცება. და ტრამპის მიუტანი ნასაკვირველია უკვე კანონად ქცეულ საკანონმდებლო ორგანოს დონეზე მეგობარი აქტს და ტრამპისთვის იმდენად მე უბოდიშებ ყველას, მაგრამ რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში, იმდენად მე 27 ხარისხოვანი ქვეყანაა საქართველო, რომ ის კონგრესთან, საკანონმდებლო ორგანოსთან, რომლისგანაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ მეგობარი აქტს და ექნება კიდევ ზედა პალატაში, ამის გამო ურთიერთობას არ გაიფუჭებს ტრამპი. და ტრამპი სიამოვნებით არ ვიცი, მაგრამ სიამოვნებით თუ გებოთ ესე ვიტყვი, მსხვილი ფლომასტერის მსგავსი კალმით დაასვამს საკუთარ ხელმოწერას ამ საქართველოს გამო ურთიერთობას არ გაიფუჭებს აკითხარით შეერთებული შტატების კანონმდებლებთან. ითუმეტეს რომ მისი მარჯვენა ხელი კონგრესში ჯონსონი, ასევე მარჯვენა ხელი ვილსონი და სხვები რესპუბლიკური პარტიიდან და სენატორი გრემი და სხვები, ასევე სენატორი რიში და სხვები რესპუბლიკელებს ვასახელებ ხაზს უსვამ, არიან ქართული საზოგადოების მხარდამჭერები, საქართველოს თავისუფლების მცველები ოკეან გაღმით. აი ამ ამბავშია, მაგრამ რუსეთს აკითხარით თავისი კალკულაცია აქვს, თავისი გათვლები აქვს და მას სურს რომ არ შემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩინდეს ქვეყანა საქართველო და ის არ შემდგარი სახელმწიფო მართლაც არის ყოველ შემთხვევაში. არა, სულაც რომ არ გამომივიდეს ხომ და ჩვენ საზოგადოებას რომ არ მივაყენო შეურაცხყოფა კი არ შევლახო ჩვენი საზოგადოება, ჩვენ შემდგარი საზოგადოება ვართ, ჩვენ შემდგარი ქვეყანა ვართ, ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ
აი ამ კარგ ქვეყანას და ამ კარგ საზოგადოებას ხავს ესეთი უგვანი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს, რომელიც არის პრეზიდენტატორი ჩვენი წუხვართ, მაგრამ მაინც საერთაშორისო ასპარეზზე და მისი გადაწყვეტილებები გვინდა არ გვინდა იგივდება, ცოტა უცნაური სიტყვა, მაგრამ ტოლობის ნიშანი ისმება მის გადაწყვეტილებასა და საქართველოს გადაწყვეტილებებს შორის, ისევე როგორც ყოველთვის ესე ხდებოდა და ასე ხდებოდეს კიდეც. ხო და არ შემდგარი ქვეყანაა ამის დამტკიცება უნდა რუსეთს საქართველოს არ შემდგარი ქვეყანაა. აი ამ ამბავში ვართ და ამიტომაც მოხდა, სწორედ ამიტომ მოხდა ამ წერილის გაგზავნა შეერთებული შტატების პრეზიდენტისა თვის სწორედ დღეს დაახლა, ანუ სტამბულის მოლაპარაკებების უკრაინის კვანძის გახსნის პარალელურად თუ კონტექსტში რომ ვიცოდეთ მაინც არ მოითბინა კობახიძემ არ გადადო ეს ივნისის საერთოდ არ უნდა მიეწერა ცხადია, მაგრამ თუ მაინც და მაინც წერილი ის მიწერა იყო, ხო უნდა მიეწერა ცხადია უფრო გვიან ამგვარი წერილი ბოდის ვიხდი ამას ამგვარი წერილი საერთოდ უნდა მიეწერა, მაგრამ მაინც ერთი რამესეც გავამახვილებ ყურადღებას და ბარემ ვიტყვი. მე ვიცი და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ წერილის პირვანდელი რედაქცია იყო გაგიკვირდებათ და მსუბუქი, შედარებით მსუბუქი, როგორც შეიძლება მსუბუქი იყოს კადნიერება და ტონი ირაკლი კობახიძისა და საერთოდ ამას ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებ რომ პრეზიდენტ ტრამპს რაღაც პრეტენზიების შინაარსის წერილით მისწერო მსუბუქი ვერანაირად ვერ იქნება ის იმთავითვე, მაგრამ უფრო მსუბუქი იყო არ იყო ის ზოგიერთი პასაჟი, ნუ არ ჩამაკითხებთ ახლა, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმეა მაგალითად Deep State-თან ომის დაწყებასთან და ასე შემდეგ დაკავშირებით ეს პასაჟები, რომ Deep State-მა დაიწყო ომი, ბარემ ეხსენებინათ მაკეინმა, იმიტომ რომ მაკეინს არ უყვარდა ტრამპი, არც ტრამპი იყო გადარეული მაკეინისაგან. მაგრამ ეს წერილი, ამ წერილის ასპექტები, რა პასაჟები დაამზიმა უშუალოდ ბიზნე ივანიშვილმა, დრაფტი პირვანდელი ვარიანტი დაწერილი არის საქართველოში. და გადაგზავნილია ივანიშვილისათვის მოსკოვის ცხადია ამ ყველაფერში ჩართულია მართლა ჩატ GPT ან GPT კი არ თარგმნის მოსკოვში დაწერილ წერილს, არამედ აქ იქმნება მისი პირვანდელი ჩონჩხი რედაქცია და ბიზინა ივანიშვილმა ალბათ მაინც მოსკოვის კურატორების დახმარებით შეიტანა მძიმე პასაჟები. ხო და მე მივესალმები გულახდილად გეტყვით ამგვარი წერილების დაწერას და ამგვარ სტრატეგიას დე-ფაქტო ხელისუფლებისა, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს ამგვარ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, არ მინდა ვთქვა, რომ მით მალე დამთავრდება მერქი, მაგრამ როცა დამთავრდება, მით სასტიკად დამთავრდება, იმიტომ რომ მისი მომხრეების კი, აი 1,120,000 მომხრე ყავს, ხო? ასე ამბობს, ასე წარმოაჩინა, რომ 26 ოქტომბერს ამდენმა მომრჩევლო მომცახმაო ტყუილია ეს ასაკვირველია, მაგრამ ერთი წუთით აი ამ რიცხვში ჩავრჩეთ და ამ რიცხვიდან ამოვიდეთ. 1,120,000 მომხრედან 120,000 მან დაკარგა ჩემი აზრით, ვუტრირებ ასაკვირველია, მართლა და 120 არ იქნება, მაგრამ აგით 120,000 ან 12,000 მომრჩეველი დაკარგა ირაკლი კობახიძემ. ფეხებზე ჰკიდიათო კი, ფეხებზე ჰკიდიათ, იმიტომ რომ ისინი ნებისმიერ სხვა არჩევნებს გააყალბებენ, თუ მაინც და მაინც ჩაინიშნავენ, მაგრამ იმ 120,000-დან თუ 12,000-დან, რომელიც ახლა ფრიად უკმაყოფილოა ქართული ოცნების დე იურე ლიდერის ირაკლი კობახიძის ამ სტრატეგიით, არ ვიცი, 120 კაცი მაინც არის გამსვლელი ქუჩაში და ჩვენ გვჭირდება ყოველი დამატებით 120 მოქალაქე ქუჩაში, რომ ერთხელაც იქნება და აზვირთდეს, არ დავიშალოთ, დაუშვან ამათმა შეცდომები და მერე კი არ უნდა არჩევნები კი არ უნდა დამთავრდნენ, არა, არჩევნებამდე უნდა წაეთრდნენ და როგორღაც მოვნახავთ სამართლებრივ ფორმას, რომ მერე უკვე დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ და ხელისუფლება გადავულოცოთ ჩვენს მიერ შერჩეულ საკრიტიკო შესაძლოა, მაგრამ ჩვენს მიერ შერჩეულ დღევანდელ ოპოზიციურ ძალებს. დღევანდელ და ხვალ რომ დაიბადებიან იმ ოპოზიციურ ძალებს. აქამდე უნდა მივიდეთ, აქამდე კიდევ დიდი დრო გვაქვს დარჩენილი, კიდევ დიდი დროა დარჩენილი, გვაქვს არა დარჩენილია დიდი დრო.
პოლოლიკაშვილს ვუბოდიშებ, რომ მასზე ორი სიტყვა არ თქვი, ქართულ ჯარისკაცებს უდასტურებ პატივისცემას და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო მოღალატეობრივი გადაწყვეტილება დე იურე დე ფაქტო ხელისუფლებისა, რომელმაც თქვა, რომ იარაღი ჩააბარეთო, ვისგან იარაღებას ცდილობთ საქართველოს პატრიოტებისა, ვერ განგვაიარაღებთ, მე არ მაქვს უბრალოდ იარაღი, ჩემი იარაღი სიტყვაა, ხოლო სხვების იარაღი რასაკვირველი არის. ნამდვილი იარაღი, რომლებსაც ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ ნახეთ როგორი მოლოდინი აქვს ახლა, არ ვიცი, ასე მაგალითად მამუკამდინარაძის ნეტავ რა სიტყვის დაბლიაშვილი. რა სიტყვის დაბლიაშვილი გამოიყენებენ და მას აქვს სურვილი რომ ეწამომცდეს, რომ გამოიყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. არა, მე მას არ ვამბობ. გამოიყენებენ რუსების წინააღმდეგ და ინდივიდუალურად საზღვრავთ ჩვენ ვინ არიან რუსები და ვინ ქართულ გვარიანი რუსები. ნახვამდის.